მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია დრო, გადაცემით ბიზნესის დრო. მე გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი მალხაზ გულაშვილი, მოგესალმებით და ჩემს სტუმრებს წარმოგიდგენ დღეს ქალბატონი ლია ელიავა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და მამუკა ხუციშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო საბანკო ექსპერტი. როგორც მიხვდით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი საუბარი შეეხება ეროვნულ ბანკს და ეროვნული ბანკის პოლიტიკას. ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ქართულ ლარს აღარაფერი არ შველის რყევაში. ხან ცოტათი ჩამოიწევს, ხან კი ძალიან დიდი სისწრაფით მიემართება წინ. მე შორსავარი იმისგან, რომ მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ბანკი დავადანაშაულო და მთავრობაზე სიტყვა არ თქვათ, იმიტომ რომ მთავრობის მოვალეობა არეგულირებს ეს მთელი პროცესი. მაგრამ მოდი ამჟამად მიმოვიხილოთ ეროვნული ბანკი. თუ რა ხდება ეროვნულ ბანკში, რა საკადრო პოლიტიკა ტარდება, რა ფულად საკრედიტო პოლიტიკა ტარდება და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მორეგულირება. მე ზუსტად სასაუბროთ ის ადამიანები მოვიწვიე, როგორც ხვდებით, რომლებიც საკმაოდ კომპეტენტურები არიან. ქალბატონო ლია, ლარის კურსის საშინელმა გაქცევამ წინ ხალხში ძალიან დიდი პანიკა და არეულობა გამოიწვია და არა მარტო ხალხში, ბიზნეს კომპანიებიც კი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან. მაგალითად გეტყვით, თუ ინტერნეტი ღირდა 69 ლარი, გახდა 74 ლარი. ამას ეს კომპანიები მითხსნიან, რომ ლარის კურსის ზემოცვლამ განაპირობა ეს ყველაფერი. და მთელი რიგი საკითხები, ფასების ზრდა ხდება მთელი პროდუქტებზე და ასე შემდეგ. მთავრობა გვამშვიდებს და გვეუბნება, რომ ცოტა ხანში ლარის კურსი დაიწევს. მე არ ვიცი რის საფუძველზე ამბობენ ასეთ განცხადებას დაკეთებენ. მაგრამ მეტყობა რაღაც ის იმედი აქვს. მეც მაქვს ინფორმაცია, რომ წელს სადღაც 1,600,000,000 ინვესტიცია უნდა შემოვიდეს, მაგრამ რატომღაც აგვიანებს ეს ინვესტიცია, ფაქტიურად გვემთავრდება ერთი მეორე კვარტალი ფაქტიურად დასასრულისკენ მიდის და რამდენად მოსალოდნელია ეს ამხელა თანხის შემოსვლა, უკვე მეც ეჭვი მეპარება. თუმცა გაცხადებულად ესეა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ხდება საერთოდ? პირველი ბატონო მალხაზ და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მინდა ხაზი გაუსვა, ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება უცხოური ვალუტის შემოდინებებზე. ეს არის ჩვენი ეკონომიკის ძალიან სერიოზული პრობლემა. ქვეყანაში არის დოლარიზაციის მაღალი დონე. იყო 60% სავალუტო კრიზისის შემდგომ გახდა 70%. რომ არა ჩვენი ქვეყნის აი ესეთი მწვავე დამოკიდებულება უცხოურ ვალუტაზე. ვალუტის ვარდნას ვერ იგრძნობდა ვერც ბიზნეს წრეები, ვერც მოსახლეობა და ვერც მთლიანად ეკონომიკა. ეს არის პრობლემა, გადაუჭრელი პრობლემა წლების განმავლობაში, რომელსაც ეროვნულმა ბანკმა ვერაფერი ვერ გაუხერხა. უფრო მეტიც, ამ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაამწვავა მდგომარეობა. რა მოხდა ნოემბერში, შარშან ნოემბერში, რატო დაიწყო ლარმა ვარდნა? ეს იყო წმინდა წყლის პანიკური განწყობები, დაწყებული საბანკო სექტორი და მთლიანად საფინანსო სექტორში. პანიკა იმაში მდგომარეობდა, რომ ეროვნულმა ბანკმა პრაქტიკულად მიატოვა საფინანსო სექტორი და განზე გადგა. აი ესეთ უპატრონობის პირობებში შეეშინდა როგორც ბანკებს, ასევე ბიზნესმენებს, ფინანსისტებს, რომ მათი ფინანსური სახსრები შეიძლება დაიკარგოს. ვინაიდან ისინი ვერ გრძნობდნენ ეროვნული ბანკის მკაცრ ხელს, ანუ მარეგულირებელ ხელს. დაიწყო პანიკა და ქვეყნიდან კაპიტალის გატანა. და კაპიტალის გატანა ხდება კომერციული ბანკების მეშვეობით. კაპიტალი გადიოდა როგორც კლიენტების დავალებით, ასევე თვითონ კომერციული ბანკის საკუთარი სახსრებით. ამ კაპიტალის გატანამ შექმნა დეფიციტი უცხოურ ვალუტაზე. გავიდა ნოემბერი, დაიწყო დეკემბერი, ეროვნული ბანკის მხრიდან რეაქცია ნულოვანი. ასეთ პირობებში პანიკა უკვე გადადის მოსახლეობაში. და ამ დროს მთავრობა რას აკეთებდა ამ პროცესს, რომ ვერ ადევნებდა თვალყურს დავიჯერო? მთავრობა ამას ადევნებდა შორიდან თვალყურს და რატო? იმიტომ რომ მთავრობას არ გააჩნია კანონიერი ბერკეტები სავალუტო კურსის რეგულირებისათვის. ეს ბერკეტები არის მოქცეული მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ბანკის ხელში.
ეროვნულმა ბანკმა მაშინ განაცხადა, რომ ის არ აპირებს სავალუტო კურსის მხარდაჭერას ინტერვენციების განხორციელების გზით, რამოდენიმეჯერ გაიმეორა და უცებ განახორციელა ორი ინტერვენცია ზედიზედ. იანვარში, როდესაც ეს მწვავე პროცესები გრძელდებოდა, ისევ აცხადებს, რომ მე არ განვახორციელებ ინტერვენციებს და უცებ ისევ ახორციელებს ინტერვენციებს. ადამიანები, როდესაც რაღაცა ურთიერთსაწინააღმდეგო ფრაზებს ასაჯაროებენ და მერე ამის საწინააღმდეგო ქმედებებს აკეთებენ, ჩვეულებრივ ნდობას არ მსახურებენ და ცენტრალური ბანკის მმართველის ყოველ სიტყვას თუ ჩვენთვის წონა არ აქვს, ფინანსური წრეებისთვის ძალიან სერიოზული წონა აქვს. ფინანსურმა წრეებმა შეხედეს, რომ ეროვნული ბანკის აქციელი არ არის ადეკვატური. პანიკა გრძელდება. ანუ ეს შიში, რომ კიდევ რაღაც დაემართება მათ ფინანსურ სახსრებს, ძლიერდება. მოსახლეობა წყვიტავს ხარჯვას. მოთხოვნა არის მკვეთრად შემცირებული. ხალხმა ფული გადაახურდაო, წაიღო ბანკებში. ბანკებში ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით 600 მილიონი დოლარი შევიდა. ანუ ვალუტა მიაწვა, ხალხმა შეწყვიტა ხარჯვა, უძრავი ქონების ბაზარი პრაქტიკულად მოკვდა. იმპორტი შემცირდა. გასულ წელს ეს დივერსია არის ჩვენში დარჩეს. გეტყვით. სხვა რა ქვია? გასულ წელს, როდესაც ნოემბერ-დეკემბერში ეს პროცესი ხდებოდა, ეროვნული ბანკის მოწოდებით ატაცებულ იქნა იდეა, რომ ეს არის სავალუტო შემოდინებების უკმარისობა. საგადასახდელო ბალანსის შოკიც კი დაარქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ამ პროცესს. შოკი ეს ნიშნავს, როდესაც უცებ წყდება ვალუტის შემოდინება ქვეყანაში. იმ დროისთვის სტატისტიკა არ არსებობდა და ძალიან ბევრმა გაიზიარა ეს მოსაზრება, თუმცა მე ვიდექ იმ პოზიციაზე, რომ ეს არის სპეკულაცია. დადგა 2015 წელი, გამოაქვეყნა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მონაცემები და თურმე 2014 წელს სავალუტო შემოდინებები გაზრდილი ყოფილა. ანუ არავითარი დანაკლისი მნიშვნელოვანი სავალუტო შემოდინებების არ გქონია. ეროვნული ბანკის მტკიცება, რომ ეს სიტყვაში არქვა ფუნდამენტური ფაქტორების გავლენა ნამდვილად არ ყოფილა სავალუტო კურსის ვარდნაზე. ანუ ეს იყო წმინდა წყლის სპეკულაციური პროცესი, რომელიც გრძელდება დღემდე. და რომლის მოთოკვას ეროვნული ბანკი ან არ ახერხებს, ან ვერ ახერხებს, ან საერთოდ სურვილი არ აქვს, რომ ეს გააკეთოს. ნუ ეს მე მგონი მე ერთ რაღაცას გეტყვით ხალბატონო ლია, რომ მე მგონი ეს არის დივერსიული აქტი ქვეყნის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობა, რაც თქვენ ჩამოაყალიბეთ ძალიან ლოგიკურად. ეს არის ძირგამომთხრელი საქმიანობა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და თუ სამართალდამცავ ორგანოებს ჭკუა აქვთ, შესაბამისი რეაქცია უნდა გააკეთონ აი ამ ქმედებებზე. ეს არის არა პარლამენტში თავისთავად, მაგრამ პარლამენტის გარდა ძალოვანმა სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ ამ ძირგამომთხრელი საქმიანობით. ფაქტიურად ერთმა პიროვნებამ, რომელსაც ქვია ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გარდა იმისა, რომ ადრე დანაშაულებრივი ქმედებებით გამოირჩეოდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს იყო პროკურატურაში, შემდეგ გადმობარგდა ეროვნულ ბანკში, მან 3 უკანონო ოპერაცია ჩაატარა. პირველი დაიწყო ინტელექტ ბანკით, შემდეგ გააგრძელა სტანდარტ ბანკით, ბადრი პატარკაციშვილის ბანკით და შემდეგ ქართულ ბანკით. 3-ვეგან მან უკანონო ქმედება ჩაატარა და ელემენტარულად აი ამ 3-ვე ქმედებაზე მიუხედავად იმისა, რომ მას რატომღაც ძალიან მხარს უჭერს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მოსათხოვია მას პასუხი და ხელისუფლებამ თუ დროზე გამოფხიზლდება და ჭუას ბოდიში და გაანძრევს, რასაც ქვია, დროზე უნდა მიუჩინოს მას ადგილი, სადაც მისი ადგილია, სანამ მთლიანად დააქცია მთელი ქვეყანა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ურტყამს ხელისუფლებას იმიჯზე, არყევს სტაბილურობას ხელისუფლების, რაც განაპირობებს იმას, რომ ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება მიკლო, აი ზუსტად ამის გამო, იმიტომ რომ მოსახლეობაშიც და ინვესტორებშიც არის არასტაბილურობის განცდა. აი ამ ყველაფრის გამო. ეხლა გააგრძელეთ თუ შეიძლება. ეროვნული ბანკი ყოველთვის სიამაყით იძახის, რომ ის არის ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის გარანტი. თქვენ ალბათ ხშირად მოგისმენიათ ეს ფრაზები. სავალუტო კრიზისი არის ფინანსური კრიზისის ნაირსახეობა და ის არ არის ფინანსური სტაბილურობის ფაქტორი. პირიქით, ეს არის ფინანსური დესტაბილიზაციის ფაქტორი. ჩვენ პრაქტიკულად ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობა შეგვირყია
და აი ასეთ კრიზისში მყოფ ქვეყანაში ვის რომელ ინვესტორს მოუნდება ფულის დაბანდება. პრაქტიკულად სავალუტო კრიზისის შედეგად ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სერიოზულად დაზარალდა და ეს დაზარალების პროცესი ჯერ კიდევ არ არის შეწყვეტილი და წლის ბოლოსთვის კიდევ რა პრობლემები იჩენს თავს, ეს არის ძალიან დიდი განსჯის საკითხი. რაშია საქმე? შეწყდა დავარდა ექსპორტი. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების განცხადებით თურმე კარგი ყოფილა ვალუტის, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება, იმიტომ რომ ეს იმპორტიორების შემოსავლების ზრდის, ჩვენ უკვე პროცესი მივიღეთ, იმპორტი შემცირდა. შემცირდა ექსპორტი უკაცრავად. იმპორტი შემცირდა, რატომ? იმიტომ რომ მოსახლეობამ ხელი მოუჭირა, ფულს არ ხარჯავს. ამას რა შედეგი შეიძლება მოყვეს? ძალიან მძიმე შედეგი. ეს გამოიწვევს როგორც იმპორტის შემცირებას, ასევე ადგილობრივი წარმოების შემცირებას, ანუ ბიზნეს შეუმცირდება შემოსავლები, შესაბამისად ბიუჯეტს დააკლდება თანხები. სამაგერ ბანკებს ხო ეძდება? ბანკები ეს ცალკე თემა არის. ამასაც აუცილებლად უნდა შევიდეთ. გაიზრდება ორ ბანკს გაეზარდა. აქტივები ერთ წელიწადში. გაიზრდება უმუშევრობა და მოსახლეობას გაიზრდება ინფლაციის მაჩვენებელი, ანუ ფასები გაიზრდება. უცვლელი შემოსავლების პირობებში მოსახლეობის ხარჯები იზრდება, ანუ ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბდება. და რა თქმა უნდა, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპები ბუნებრივია დავარდება. ანუ ეს სავალუტო კრიზისი იმდენად ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ, თქვათ, გვიჭირს იმის პროგნოზირება, რა მოყვება კიდევ აი ამ ძალიან მძიმე პროცესებს. ველფასო ტელემაყურებლებო, ალბათ თქვენ ხვდებით, რომ ეროვნული ბანკის ესეთი ქმედება არის გეგმაზომიერი სახელმწიფოს და ხელისუფლების შეცვლის წინააღმდეგ მიმართული ქმედება და ხელისუფლებას თუ გონებად ჯერ კიდევ შერჩენია და ნება თუ კიდე აქვს და პარალიზებული თუ არ არის მისი ნება, უნდა მან სწრაფი გადაწყვეტილება მიიღოს წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროცესი მცოცავ აგრესიულ ხასიათს მიიღებს და შემდეგ უკვე შეჩერება ამისი წარმოუდგენელი იქნება. თქვენც ამას პროგნოზირებთ მე როგორც ვთქვათ. ამ პროცესის შეჩერება იქნება რთული, მაგრამ შესაძლებელია. რა თქმა უნდა, შესაძლებელია თუ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა გონს მოეგება და გაახსენდება, რომ ეროვნული ბანკი ეს არ არის კერძო კანტორა, არამედ ეს არის სახელმწიფო დაწესებულება. სწორედ ეს იდეაში, როდესაც საუბარი იყო საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე. ეროვნული ბანკის საქმიანობაში ვერავინ ვერ იხედება. ამის კანონიერი უფლება არავის არ აქვს. ეროვნული ბანკი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი. და მე უბრალოდ შეგეკამათებით, იმიტომ რომ კანონიერი უფლება სააკაშვილის ბევრი რამის არ ჰქონდა, მაგრამ მის დროს წარმოუდგენელი იყო, რომ ეროვნულ ბანკს გავსით ტიპის თავხედობები ჩაედინა საქართველოს ეროვნული ვალუტის წინააღმდეგ. ფაქტიურად ლარს უქმნის უსერიოზულს პრობლემას და ლართან ერთად მთელ ქვეყანას უთხრეს ძირს ეს პიროვნება. ამას მე ვამბობ პირდაპირ და ნებისმიერი ადგილიდან განვაცხადებ იგივეს. და დავასაბუთებ. თქვენი ანალიზი კიდევ უფრო მეტად ამას უსვამს ხაზს. ეს სხვა რა არის? ჩვენ ვცხოვრობთ კანონიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოში და ის მეთოდები, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ალბათ მათი გამოყენება არ იქნება. თუ არ იქნება, მაშინ ძვირფასო ტელემაყურებლებო უფრო გაუარესებას უნდა ელოდეთ, თუ მთავრობამ არ დაიჭირა თავისი პოზიცია და სიმკაცრე არ გამოავლინა ესეთი დანაშაულების წინააღმდეგ, რასაც თქვენ რაც მოყევით ახლა და საკმაოდ პოპულარულ ენაზე, ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე თქვით, ის რომ ქვეყანას ანგრევს ეროვნული ბანკი, ურყევს საფუძვლებს, დივერსიულ პოლიტიკას აწარებს მოსახლეობის წინააღმდეგ, აღარებებს მასობრივად მთელ ქვეყანას, ბანკები მდიდრდებიან, როგორც აგერ ბატონმა მამუკამ ბრძანა 3 მილიარდ 600 მილიონით გაიზარდა აქტივები ერთ წელიწადში და მოგება მხოლოდ ორ ბანკში გაიზარდა. ერთ 300 მილიონი გაუხდა, მეორეს 250 მილიონი გაუხდა, ორ ბანკის ხელში ნაწილდება ეს ყველაფერი. მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად ღარიბდება და ეს გაღარიბებული მოსახლეობა ბოლოს და ბოლოს პასუხს ვის მოსთხოვს. ადგება აიღებს კეთს ხელში და გამოდევნის იმ მთავრობას, რომელმაც ვერ შეძლო ეროვნული ბანკის აი ამ მსგავსი ტიპის დივერსიული მიზანია ხალხის ქუჩაში დაყვანა. მიზანია ხალხის ქუჩაში დაყვანა. ვერ შეკრიბეს გეთახვევით. და ნაციონალურ მოძრაობას უკაცრავად ჩაგეჭერი, ნაციონალურ მოძრაობა
საერთოდ არ აკრიტიკებს ეროვნულ ბანკს გასაგები არა მარტო რუსთავი ნაციონალური მოძრაობაც, მხოლოდ მთავრობაზე გადაბრალება და მე ქალბატონიას ვეთანხმები, რომ ეროვნულ ბანკის პრიორიტეტია და უშუალო მოვალეობა თავის რეგულაციებით, ლარის სტაბილურობა და ეს მოგვიხერხებია არაერთხელ 94 წლიდან მოყოლებით ეროვნულ ბანკში მუშაობდი და ამ პროცესებს შევესწარი, კარგად გვახსოვს კუპონის პერიოდი, კარგად გვახსოვს შემდგომი ცვლილებები ბატონ ოდარ ჯავახიშვილის მეთაურობით. ის გუნდი ვიყავით, რომლებმაც კუპონის შემდეგ სტაბილური ლარი მივიღეთ. ლარი $1, ლარი და 30. 4-5 წლის განმავლობაში ეს სტაბილურად მიმდინარეობდა ეს პროცესი. რომელ ინვესტიციებზე იყო მაშინ საუბარი, რომელ დოლარის გადმოგზავნაზე უცხოეთიდან სტაბილურად იყო ფინანსთა მინისტრიაში დავით იაკობიძე ის პერიოდი ფასები სტაბილური, როცა ქუჩაში გადაადგილება კარგად გასვობს ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე გადასვლა საშიში იყო სროლები იყო ქუჩაში და რა მოვესწარი ჩვენი უდენობა და უშუქობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ლარის სტაბილურობა საფრთხე არ შექმნია. იყო შემდგომი ცვლილება 98 წელს პირველი უკვე ბატონი მანაგაძის პერიოდში პირველი აი ესეთი რყევები მოხდა მაშინაც მეზობელ სახელმწიფოებში თურქეთში რუსეთში კრიზისი და მაშინ მე ვიყავი ჯგუფის უფროსი რომელიც მონაწილეობდა ლარის სტაბილიზაციაში გავედით ჩვენ კაბინეტიდან არ გვიმართია გავედით ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის სხვილ გადავცვალ პუნქტებში ბანკებში ეს დოლარი დღეს რო გაიწოვა და არ ვიცით, არ ჩანს ხო, ვერ ვხედავთ მარტო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გარდა ეს დოლარი მივიდა მოსახლეობამდე თუ უცხოეთში ანგარიშებზე დაუჭდათ ვიღაცებს, ხო? შეგნებულად. რაც გავიდა რეზერვებიდან იმ დოლარებზე ვსვლა 40 მილიონი, რატომ ყიდი ჯერ 40 მილიონს, გაკიდე მილიონი რომ ცეცხლი ჩავაქროთ. ეს სტაბილურად ყოველ სამ კვირაში 40 მილიონი გასროლილი საწავიდა ეს თახე სალკე გამოძიების თემა, მაგრამ მე მინდა ცოტა პრეისტორია ვთქვა, რომ ჩავაქრეთ ჩვენ 2.30-ზე იყო ასული კურსი და 1.60-ზე ჩამოვიყვანეთ მაშინ ბატონ ირაკლი მანაგაძესთან ერთად მოხდა ეს ორ კვირაში, სამ კვირაში ეს პროცედურა და დასტაბილურდა. იყო პანიკის ელემენტები როგორც მაშინ, მაგრამ ტელევიზიით გამოსვლა პრეზიდენტის იქ სიტყვას დიდი მნიშვნელობა. ხანდახან მოქმედობას დანაშაულია მეთანხმებით, არის ესეთი მუხლის სისხლის სამართალში დანაშაული გულგრილობა, დაუდევრობა, ეს სისხლის სამართლის კანონით იმჯება, როცა თანამდებობის პირი ხარ, ხო? შენი არ ქმედებით ხანდახან დანაშაულს თანამონაწილე ხდები, ხო? ჩვენ ხედავთ ახლა ბატონ რომან გოცინძეს, ბატონ გიორგი ხადაგიძის გააბწყინებულ სახეებს, აი უხარიათ მე ტელევიზიით. როგორ იქცევა ქვეყანა, როგორ აქცევენ ქვეყანას თვითონ. და ჩვენ თურმე გუშინწინელი განცხადება, ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ, ეროვნული ბანკი გადაბრალება მთავარ როგორ არ არის შუაში, როცა შესანიშნავად მოახერხა იგივე გიორგი ხადაგიძე. 2008 წლის ომი ყველას კარგად გვახსოვს. 2008 წელშიც იგივე ანალოგიური კურსის ავარდა იყო 2.30-მდე, ხო? 3 დღეში ჩაქრა. მე გავახსენებ როგორ გააკეთა მაშინ ის სცენარით რა ჩვენ 99-ში დააქტიურობთ, მშვენივრად გავიდე და დოლარის სამხრივი ყიდვა არ აქვს უფლება ვალუტის გადაცვალ პუნქტებს. აიძულებდნენ რომ იყიდი და ისევე გაეყიდა. აქ პანიკის ელემენტები ჩვენ გვახსოვს 2 თვისი რო იყო 2.45-ზე იყო და არ ყიდიდნენ არავინ დოლარს. ეს დაარეგულირა იმ დღესვე, რამოდენიმე დღეში ომის მერე დაარეგულირდა და კურსი ისევ დადგა სტაბილური, ხო? 1.60-ზე 65-ის ფარგლებში. ეს ხო გავლილი გზა შეძლებია ესე იგი, ხო, ჩარევა ეროვნულ ბანკს. ხო, ეს გავლილი გვაქვს, ხო, ომი იყო, ეხლა ხო ომი არ გვაქვს. მაგრამ მაშინ ეშინოდა. ხო, ეხლა არ ეშინია. ეს უკვე ცალკე პოლიტიკა, ეს რო საბოტაჟია. მაგრამ ხელისუფლების არ ეშინია, ეროვნულ ბანკს უნდა კონდეს შიში. მაშინ ეშინოდა. ხადაგიძეს ეშინოდა სააკაშვილის და ხელისუფლების. მაშინ ნოღაიდელი იყო პრემიერი და ვერ გაბედავდა ხადაგიძე რომ მსგავსი რაღაც გაეკეთებინა, იმიტომ რომ მომენტალურად ციხეში აღმოჩნდებოდა. დღეს ეს შიში არა აქვს მას. ამას ამ დაცულობას უმყარებს საერთაშორისო ინსტიტუტები, ორგანიზაციები, ხარდამჭერები, რამის ეროვნულ გმირად გამოაცხადა და ხადაგიძე როგორ დააქცია ქვეყანა. ხო, მე ბანკებს ვერ დავადანაშაულებ, ბანკების ფუნქცია არის რომ მაქსიმალურად მიიღონ მეტი მოგება, მაგრამ სახელმწიფომ არ უნდა გაუშვეს ხელიდან ეს მერკეტები. მე გეტყვით როგორც ეროვნულ ბანკში მომიშა ერთსაც ვიტყვი ხადაგიძემ თავის მოღვაწეობა დაიწყო, კარგად მახსოვს რომ მოვიდა ბანკში 95% თანამშრომლობის, ბოლოს მე მეთოდოლოგიის სამსახურის უფროსი ვიყავი, მანამ მთავარი ექსპერტი გამოგვიშვა პირდაპირ, აი რეორგანიზაციის გამო არ ვიცით
მაგრამ უნდა წავძანდით. მე არაფერი ეს არ მალაპარაკებს ან ბოღმა რაღაც, მაგრამ ის გუნდი იყო ერთ კაცზე და ორზე არა მაქვს საუბარი, რომლებიც საზღვარგარეთ მომზადებულები საქართველოს თანხები დახარჯათ. ტრენინგები აქვს ამერიკაში გატარებული, ბრიტანეთში, ინგლისში, ჩვენც გამოცდები გქონდა ჩაბარებული. აი ეს ხალხი, რომლებიც გამომყარა, რატომ? იმიტომ ჩვენი ხელით ამას ვერ გააკეთებდა. მასის ზონდერების მეუღლეები, უამრავ ყველას არ ვიტყვი რა თქმა უნდა, 5% თანამშრომლების დაიტოვა. აი ზუსტად მაგაზე მინდა ბატონო მამუკა ჩვენ რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ. ეხლა რეკლამა იქნება ჩვენს ტელეკომპანია დროში, ბიზნესის დროში და ძალიან მალე დაგიბრუნდებით, არ გადასწოთ ძალიან საინტერესო გადაცემა. თქვენ გაიგებთ სინამდვილეში რა ხდება ლართან დაკავშირებით.